დააკავეს არის გიორგი მესხიშვილი, რომელიც ტყუილუბრალოდ დააკავეს ამჟამად წაყვანილია გორის სამხარეო პოლიციაში. ეს პიროვნება გიორგი მესხიშვილი 33 საარჩევნო უბანზე მოიყვანა ვინ ბობაჟივიძემ დააკავებინა ბიულეტენები და დაემუქრა. ის იყო ნასამართლელი. ეს იყო მუქარის მიზეზი. დღეს ის ბობაჟივიძეც დანარჩენი ზონდერ ჯგუფები გარეთ დადიან და ეს უდანაშაულო პიროვნება, რომელიც მუქარით მიიყვანეს საარჩევნო უბანზე, გადაყვანილია გორის სამხარეო პოლიციაში. ეგ ადამიანი რო შემიყვანეს სამოცნობაზე ვერ ამოვიცანი მის შედეგად დღეს დაიჭირეს ეგ ადამიანი და როგორც მე მგონია მაგ ადამიანს სხვებიზე წოლის ქვეშ მოქმედებდა პირობითი ჰქონდა და დააძალეს რომ ბიულეტენები შეეტანა საარჩევნო უბანზე და ჩაეყარა. შინაგან გასაკვეთთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპიის რაიონის სამმართველოს თანამშრომლობა დააკავეს პირობითი ბჟარვის ქვეშ ყოფ პიროვნება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას კასპიის ნომერ 33 საარჩევნო უბანზე შეეცადა ურნაში ჩაეყარა წინასწარ შემოხაზული ყალბი ბიულეტენები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღზრდილია საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1964-ის მესამე პრიმა მუხლით. ვინც მაგ ადამიანთან ახლო კონტაქტში იყო მაგ დროს არჩევნების დროს რომ დავიჭირეთ, მან განაცხადა რომ არჩევნებიდან მოდიოდა და მით უმეტეს ქართული ოცნებისთვის ჰქონდა შემოხაზული და ნაციონალებმა ძალდატანებით წამოიყვანეს საარჩევნო უბანზე და სთხოვეს ბიულეტენების ჩაყარა. კონკრეტულად ვის გვარს ასახელებდა, ვინ მიუთით რომ გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ თუ არ შემოხაზავდა 5 ნომერს, რა თქმა უნდა, დაიჭერდნენ, პირობითი ჰქონდა და ემუქრებოდნენ დაჭერით და მე მგონია რომ ეგ ადამიანი არაფერში არ არის დამნაშავე და უფრო სხვები უნდა ეძებონ დამკვეთები.